არსებობს ევროპული რუკები, რომელზეც შეგიძლიათ ზღვებში საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ნახოთ. დღეს ერთ ასეთ რუკას გაჩვენებთ. მხედველობაში მაქვს ჟან ბატისტ ნოლენის მიერ 1690 წელს პარიზში დაბეჭდილი აზიის ეს შესანიშნავი რუკა. ჯერ ჯორჯიის აღნიშვნას შეხედეთ, აი აქ. და ეხლა წავიდეთ კასპიის ზღვაში. დააკვირდით აღნიშვნას ბაქოს ან ქართველების ზღვა. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ნოლინი არ არის გამონაკლისი ევროპელ კარტოგრაფერთა შორის, ვინც კასპიის ზღვაში ლოკალურ სახელებს შორის ამ ზღვის აღსანიშნავად გურჯისტანის ზღვას ან გეორგიენს იყენებს. საქმე იმაშია, რომ ევროპულ კარტოგრაფიაში არსებობს მთელი რიგი რუკები, განსაკუთრებით ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს საუკუნის პერიოდში, როდესაც ნიდერლანდელი კარტოგრაფები ერთმანეთის მიყოლებით კასპიის ზღვაში ზღვის სახელებს შორის მოიხსენიებენ ქართველების ზღვას, მარე და გეორგიენ. თუმცა ამ სხვა რუკების შესახებ სხვა დროს მოგიყვებით.